ქართველი ფალავანის მორიგი დიდი წარმატება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ოქროს მფლობელია. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში იაპონელი სპორტსმენი დაამარცხა. ეს საქართველოს ნაკრების წევრისთვის მეორე ოლიმპიური медаლია. 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე ხინჩეგაშვილმა ვერცხლის медаლი აიღო. 5 4 3 2 1 არისტოკრატი რიოს ოლიმპიადაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შეუჩერებელი აღმოჩნდა. 25 წლის მოჭიდავემ თავისუფალ სტილში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა. ფინალში კი ახალგაზრდა იაპონელ რეი ჰიჩუგას ძლია და კვარცხლბეკზე უმაღლესი საფეხური დაიკავა. ქართული ჰიმნი კი რიოში მეორე დაჟღერდა. ვიცოდი რომ ადვილი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ოლიმპიური გამოცდილებაც მქონდა და მით უმეტეს ვიცოდი ამ დონის შეჯიბრი იყო და ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდნენ. ჩემ წონაში 5 მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობით, აქედან გამომდინარე ადვილი არ იქნებოდა. მაგრამ უფრო რთული აღმოჩნდა კიდევ ვიდრე მეგონა. ჩემ სპორტულ კარიერაში დიდი არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ უფრო თავისუფლად ვიქნები. იქიდან გამომდინარე რომ მიზანს მიღწეულია და რაც უფრო მეტი უკეთესი რა თქმა უნდა. ნახოთ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მშობლიურ გორში დიდ ეკრანზე ნათესავები, ახლობლები და თანაქალაქელები ერთად კომაგობდნენ. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებაში ყველა დარწმუნებული იყო, თუმცა ემოციების შეკავება მაინც შეუძლებელი იყო. ჩემთვის აუხდა ის ოცნება, რისთვისაც იღწოდა და წვალობდა და შრომობდა, მარტო იმას ვევედრებოდი უფალს, რომ აი ეს ბოლო ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ოლიმპიური медаლი მოიპოვებინა და მოიპოვა. ქართული გენის გამარჯვება ეს რაც ხდება, და თუ გამარჯვებით ელოს ერს და ქვეყანას ჩვენსაც. გახარებული ვარ ძალიან. ჩემი დროშა, რა ლამაზი, რა გემრიელი, ჩემი წყაროსუბანი, ჩემი გორი, ჩემი საქართველო. გაიხარე ხალხო, გაიხარე ლადო და ლადოს გაუმარ! გაიხარე. ქართულ მოჭიდავეს ტრიუმფი სპორტის მინისტრმა მიულოცა. ჩვენ გულშემატკივარს ბედრე დედამიწის ზურგზე არავინ არ არის და მინდა თითო ჩვენ გულშემატკივარს მიულოცოს. ძალიან დიდი წარმატება. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს სამწუხაროდ შტაბს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ წარმატებაში და ამაყებივად გვიამაყება და ესეთი ბედნიერი წუთები არ მოუჩაოთ ჩვენ ქვეყანას ღმერთს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გამარჯვებით ქართველმა სპორტსმენებმა შეჯიბრის დაწყებამდე დასახულ მიზანს უკვე მიაღწიეს. ცნობილი დევიზი უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე ვადაზე ადრეა შესრულებული. ლონდონში 2012 წელს ქართველების ანგარიშზე 1 ოქრო და 3 ვერცხლი და ბრინჯაო იყო. რიოში კი საქართველოს უკვე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს медаლი აქვს. ამ შედეგით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა შვეიცარია, თურქეთი, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა დიდი და ტრადიციული სპორტული ქვეყნები. დღეს კი ქართველი გულშემატკივარი ახალ წარმატებას ელოდება. 20 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე 2 ქართველი სპორტსმენი გამოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 86 კილოგრამში სანდრო ამინაშვილი, 125-ში კი გენო პეტრიაშვილი იასპარეზებენ. გუშინდელი დღის გმირი ლადო ხინჩეგაშვილი კი 25 წლის ასაკში უკვე ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების და ოლიმპიადის გამარჯვებულია. თუმცა ქართველი გულშემატკივარი მსოფლიოს ნომერ 1 მოჭიდავისგან კიდევ მრავალ ტრიუმფს ელოდება.